თუ სურვილი გექნება არ არის პრობლემა, შეგვიძლია შევხვდეთ ჩვენ კვლევების შემდეგ და გავიაროთ ეს შევხვდეთ, საკითხიც. გავიაროთ. ბევრად უფრო საინტერესო რა თქმა იქნება, უნდა. რეალიტი შოუსავით გამოგვივა და მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება. აუცილებლად. მოგესალმებით, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. მე ვახტანგი ვარ ედიშერაშვილი. დაპირებისამებრ წინა გადაცემაში სტუმრად ყავდა გაგა, რომელიც ემზადება ბარიატრიული ოპერაციისთვის. გაგამ ჩაიტარა კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები და ემზადება ოპერაციული მკურნალობისათვის. კვლევებიდან გამომდინარე გარკვეული მკურნალობა დაგვჭირდება, რასაც თქვენთან ერთად გავივლით ბატონ გაგასთან და პირველ რიგში მივესალმები გაგას, გამარჯობა გაგა და გადმოვალ შენთან კითხვით, როგორ ჩაიარა კვლევებმა, რამ დისკომფორტი ხომ არ შექმნია კვლევების დროს და რამდენად მოკლე დროში მოხდა ეს ყველაფერი და როგორ იყო შენთვის ეს 2 დღე, როცა იტარებდი კვლევებს და მოდიოდი კლინიკაში. რა ძალიან აი როგორ გითხრათ ძალიან კაი გარემო იყო პირველ რიგში. ძალიან მესიამოვნა თვითონ მიდგომაც. სულ 2 დღე დაჭირდა ანალიზებს. რა ნორმალურად ჩაიარა ყველაფერმა, კარგად, კმაყოფილი ვარ. და რა ვიცი, რა შეიძლება მაგაზე ითქვას. პირველ გადაცემაში, როცა დაგისვით კითხვა, თანდართულ დაავადებებთან დაკავშირებით, თქვენ მითხარით, რომ თანდართული დაავადებები რაღაცა კონკრეტული არ გქონდათ. თქვენი ანალიზებიდან გამომდინარე, ვლინდება, თქვათ, ინსულინ რეზისტენტობა გაქვთ, საკმაოდ მაღალი ციფრებია, აგრეთვე გაქვთ დისლიპიდემია, ქოლესტერინები საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, აგრეთვე ვლინდება ცხიმოვანი ჰეპატოზის სურათი, ღვიძლის ზომები გადიდებულია, აგრეთვე ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიით ვლინდება ქრონიკული გასტრიტი, რომელსაც მკურნალობა დაჭირდება და ეს პერიოდი ჩვენ მოვანდომებთ თქვენი დაავადებების მკურნალობას, გამოსწორებას, რომ როგორც აღვნიშნეთ, მაქსიმალურად დავწიოთ მინიმუმამდე ოპერაციული გართულებების რისკი. თქვენი გადმოსახედიდან ეს ყველაფერი არ იცოდით. ეხლა უფრო მეტი მონდომებით ჩემი აზრით იქნებით ოპერაციას მიმართებაში და თქვენი აზრი მაინტერესებს ზოგადად ამ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენთან როგორც არის საქართველოში, ხო იცით, თუ ძალიან ცუდად არ გახდი, ექიმთან არ მიდიხარ რა. რა თქმა უნდა, მე ხარ რომ მოძრაობდი, დავდიოდი, საქმეს ვაკეთებდი, ყველაფერს სიმწუხნეს ვაბრალებ, რა თქმა უნდა, ხო, იქ დავიღალე, იქ ვთქვათ, გაუფლიანდი, იქ რაღაც ფეხები ამტკივდა, ნუ ეს ყველაფერი მიდიოდა იქ, რომ ვიყავი სულხანი და ესე ვერ ვგრძნობდი, ვთქვათ, თქვენ რაც ჩამოთვალეთ, ეს პრობლემები მქონდა თუ ის. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, არ მიდიხარ ექიმთან დროულად, არ ესინჯები, არ კვლევას არ იტარებ და ასე შემდეგ, თუ ბოლოს რაღაც არ მოგივიდა და მე არ მიხვედი. ნუ რა თქმა უნდა, კაი ახლა კვლევები რო ჩავიტარეთ, გამოჩნდა თუ რა პრობლემები მაქვს. ამ პრობლემებსაც მიეხედება თავისთავად, ვიმკურნალებთ რაც დაჭირდება და შემდგომ უფრო შემართებით შეუდგებით ოპერაციას. აქამდე თუ ჩაგიტარებია თქვათ ესე დეტალური გამოკვლევა თქვენი ჯანმრთელობის და თუ მანამ რამე ისეთი დარღვევა იყო, რაზეც აქცენტი იყო დეტალური რომ აი ესე მივსულიყავი და თქვათ თქვენთან რაც გავიკეთე, ესე დეტალურად ყველაფერი გამესინჯა. არა, მით უმეტეს დაზღვეულიც ვიყავი, თქვათ შემეძლო, თქვათ ფინანსურად ანუ დაზღვევას დახმარებოდა და გამეკეთებინა, თქვათ თუ რაღაც იყო, რა არ გამჩენია სურვილი, ასე ვთქვათ, რომ მივსულიყავი, რა ვიცი. ოპერაციის შემდგომ თქვენ გარკვეული შეზღუდვები გექნებათ კვების მხრივ, მით უმეტეს პირველი პერიოდი, პირველი 6 თვე, რამდენად მზად ხართ ამისთვის ის პირველი 7 კვირიანი დიეტა
თქვენ წაკითხულს გექნება ჩვენ მოგეცით დიახ. როგორი კვება გექნებათ ოპერაციის შემდეგ რამდენად მზად ხართ ასეთი კვებისთვის ნუ თან იმის გათვალისწინებით რა თქმა უნდა რომ თქვენ ოპერაციის შემდეგ შიმშილის გზნობა იმდენად არ გექნებათ დაახლოებით 8 თვე 1 წელი და იმ მოცულობის საკვებს ვეღარ მიიღებთ რაც აქამდე მიხედვით და დაგაკმაყოფილებთ ის მცირე ულუფები და ყოველდღიურად 4ჯერადი კვება და რაც მთავარია ფიზიკური აქტივობა. რამდენად ხართ მზად ამისთვის და თვლით თუ არა რომ ჭირდებათ დრო ფსიქოლოგთან კიდევ კონსულტაციის გავლა, რომ აქამდე მივიდეთ და წყნარად შევასრულოთ ეს ოპერაცია. რა ვიცი ხა რო გითხრათ ფსიქოლოგის დახმარება შევა დამჭირდეს. შევა არ დამჭირდეს, მაგრამ ეხა ჩემი გადმოსახედიდან ეხა როგორც მე უყურებ გაუმკლავდები. იმიტომ რომ იმდენად შევწუხდი და იმდენად შემაწუხა ამ ყველაფერმა და იმდენად ესე გადაწყვეტილი მაქვს რომ ეს ყველაფერი გავაკეთო და ის პერიოდი რა პერიოდიც არის ნაჩვენები რა ეს დიეტა ანუ ეს პირველი რამოდენიმე კვირა რაც იქნება რა თქმა უნდა გადავლახავ კარგად. გაგა, შენ გამოსილება გაქვს ოპერაციის წინა გადაცემაში საუბრიშნეთ, რომ სპლენექტომია გაქვს ღია წესით შესრულებული. რა თქმა უნდა, ეს ურგენტული სასწრაფო შემთხვევა იყო და ძალიან განსხვავდება გეგმიური ქირურგიისგან. შიშები, თქვათ, აქედან გამომდინარე, შიში ხო არ გაქვთ ოპერაციის, თქვათ, როგორ გადაიტანეთ ნარკოზი, პოსტოპერაციული პერიოდი როგორი იყო, ისიც რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევაში ლაპარასკოპიულად შესრულდება თქვენი ოპერაცია და ოპერაციიდან დაახლოებით 2-3 საათში თქვენ ფეხზე იქნებით გააქტიურებული იქნებით და ის ჩივლები არ გექნებათ რაც წინა ოპერაციის დროს, მაგრამ მაინც შიშები ხომ არ გაქვთ და რას გზნო. აი როგორ არის იცით, მე გავიკეთე ეს ოპერაცია 2000 წელს. მაშინ ძალიან ცუდ პერიოდში გვიწევდა ცხოვრება. მე სადაც ვიწექი ხა სამავტყოფოს არ დავასახელებ, რომელ სამავტყოფოში ვიწექი რომ გავიკეთე ეგ ოპერაცია, მაგრამ გარშემო თაგვები და ვირთხები დარბოდნენ და შუქი ითიშებოდა და მამაჩემი კალისტრები დარბოდა, დიზელი მოქონდა რომ ჩაესხათ და შუქი ყოფილიყო რომ ანუ გვესოცხლა და იქ ვინც იყვნენ სამავტყოფოში ავადმყოფები რეანიმაციაში ვინც ვიწექით რომ ცოცხლად ყოფილიყავ. ნუ ძალიან ცუდ პერიოდში გავიკეთე ასე ვთქვა. თან სასწრაფო იყო. მე რეაბილიტაციაზეც რა თქმა უნდა პერიოდი დამჭირდა. ნუ ასე ვთქვათ გამოვლილი მაქვს ის დღეები, რაც საჭიროა. ასე ვთქვა და ნანახი მაქვს და ვიცი რაც არის და მით უმეტეს ესეთი ნამდვილად არ იქნება დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ის პერიოდი რო გავლილი მაქვს და ნანახი მაქვს ეხა ყოველ დღე წინ და წინ მიდის სამედიცინო სფერო და რა თქმა უნდა, მით უმეტეს ტექნოლოგიურად ბევრად განვითარებულია უკვე სამედიცინო სამყარო. გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე, გაგა. ჩვენ გვაქვს გარკვეული პერიოდი სანამ ოპერაციას დღეს ჩავნიშნავთ და გვეგმავთ გარკვეული მკურნალობა გჭირდება. ამ პერიოდში კვების მხრივ თქვათ მზად ხარ თუ არა რომ დავიწყოთ მსუბუქი ცილოვანი დიეტა, იქიდან გამომდინარე რომ ოპერაციამდე გარკვეული წონის კლება გქონდეს, რაც ძალიან კარგია შემდგომი ოპერაციის შედეგებისთვის. სიმართლეს გეტყვი, ახალი გაიდლაინებით, მიდგომებით პაციენტებს დიდად არ ვსვავთ ოპერაციის წინ დიეტაზე თუ რამ განსაკუთრებული შემთხვევა არ არის იქიდან გამომდინარე რომ ფსიქოლოგები გვაძლევენ რეკომენდაციას ეს სტრესი ავარიდოთ ოპერაციის წინ პაციენტებს და დიდად სიმართლე გითხრათ არ გვაძლევს არ გვიცვლის უпростоრად მდგომარეობას მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ იქიდან გამომდინარე რომ უფრო მეტად გვაინტერესებს თქვათ პაციენტის მენტალობა დამოკიდებულება მკურნალობის მიმართ და რამდენად მონდომებული არის და შეძლებ თუ არა და შენ თან გქონია შემთხვევები რომ
გარკვეულ დიეტებზე ყოფილხარ, გარკვეული შედეგებითაც და რამდენად შესაძლებელი იქნება, რომ შენ აქედანვე დაიწყო ცხოვრების ჯანსაღი წესი ცხოვრება და აკვე ამ ეტაპზე, რომ შევარჩიო შენი კვების რაციონი, გარკვეული აქტივობები და მივიდეთ ოპერაციამდე დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით, რომ შევძლოთ წარმატებული ოპერაციის ჩატარება. რა თქმა უნდა, თუ საჭირო იქნება და მოითხოვთ იმას, რომ ესეა საჭირო და ესენი უნდა დავიცვათ, სხვა გზა ხო არ არის. შენ ყოფილხარ დიეტაზე და აქედან გამომდინარე, აი დიეტების დროს მენტალურად ფსიქიკური აშლობებიც არის აღწერილი თქვა. ფსიქიკური აშლობა არ მქონია ასე თქვა. რა თქმა უნდა მიჭირდა დამირღვევია დიეტა, მაგრამ ფსიქიკური აშლობები და ისინი არ მქონია ნამდვილად რა. ეს პერიოდი მკურნალობის პროცესში გიწევთ გარკვეული მედიკამენტების მიღება და ეს თქვათ ცხოვრების წესში შემოვიდა უკვე თქვენ რომ გარკვეული მედიკამენტები გარკვეულ დროს უნდა მიიღოთ, დისკომფორტს ხო არ გიქმნით, რამდენად ეგუებით ამ აზრს და რამდენად მომდევნო ისე ძალიან ისეა დალაგებული ეს ყველაფერი რა, რომ ყოველ საათზე თქვა ჭამის მერე ყველანაირი ისეა ყველაფერი დალაგებული, რომ ნამდვილად არ მიქმნის დისკომფორტს და მიუყვები ყველანაირ თქვენ რჩევას და ოპერაციის წინ ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის აქტიურობა. თქვენ არ მოგეთხოვებათ რაღაცა მძიმე ვარჯიშები, უბრალოდ რამდენად შეძლებთ, რომ დღის განმავლობაში თქვა საღამოობით ისეირნოთ, ფიზიკურად ცოტა დაიტვირთოთ, არ არის პრობლემა რა დაიღლებით ჩამოჯდეთ, დაისვენოთ და გააგრძელოთ თქვა ეს ფიზიკური აქტივობა. თუ შეძლებთ რომ ეს მოახერხოთ ოპერაცია? შეძლებთ როგორ ვერ შევძლებ. რახან გადაწყვეტილი მაქვს რომ ეს გავაკეთო, მაგასაც გავაკეთებ. Просто ეხა რომ მოვიმატე და უკვე ყველაფერი რო გეზარება, სხვა არის და ეხა სხვა რამისკენ რომ მიდიხარ და შენ ხაზი რო გაქვს და შენი ჩანაფიქრი რო გაქვს და ის რო გინდა აასრულო და იმისკენ იღწვი ის უკვე სხვა რამეა რა და საღამოსაც გამოხვალ სასეირნოთაც და იმ წამლებსაც დალევ და დიეტასაც დაიცავ. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, კარგია რომ რაღაცის მიზანი არსებობს, იმედები არსებობს და ეს მიზანი და იმედები შეგაძლებინებს ალბათ ყველაფერს, რაც ამისთვის არის საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ჭარბწონიან პაციენტებში დეპრესიულობა მკვეთრად გამოხატული არის ხოლმე და სიმართლე გითხრა, ბევრ პაციენტს ხელიც აქვს ჩაქნეული, რომ არაფერი საშუალება არ არსებობს. მათთვის მინდა ვთქვა, რომ ყოველთვის არის გამოსავალი, მთავარი სწორ გზაზე დავდგეთ. მე მესმის, რომ ეს ოპერაცია და ბარიატრიული ქირურგია გარკვეულ ფინანსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ რაღაცა ეტაპზე რა სახელმწიფოც გარკვეულ დახმარებას უწევს ესეთ პაციენტებს, ჩვენი მსხრივაც რა თქმა უნდა სტანდარტები არ ირღვევა და მთავარი ეს არის რომ მაღალი ხარისხის უნდა იყოს ყველაფერი და გარკვეულწილად არ არის შესაძლებელი რომ ფინანსურად ბევრისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ასეა და კერძო სადაზღვევო კომპანიები სამწუხაროდ არ აფინანსებენ ამ მკურნალობას, რაც გასათვალისწინებელია და ყურადღება მისაქცევია. იქიდან გამომდინარე რომ საკმაოდ დიდ თანხებს იხდიან პაციენტები კერძო დაზღვევაში და კერძო სადაზღვევო კომპანიები ასეთ ქირურგიულ ჩარევებს თვლიან როგორც თქვათ პლასტიკურ ოპერაციებს არ აფინანსებენ და ძალიან ცუდი მიდგომა, მე ვიცი რომ შენც აღნიშნული პრობლემა შეგექმნა. უარი მითხრეს და რა შუაშია პლასტიკური ჯანმრთელობას ვებრძვი ადამიანი და კი გასაგებია მე მივიყვანე აქამდე ჩემი თავი გასაგებია დაზღვევა ხარ, ვიხდი ყოველთვიურად იმ დაზღვევას, ცხოვრებაში არ შემიწუხები ხარ, წლებია თქვენთან თანამშრომლობ, ხო? და ეხლა დამჭირდა ჯანმრთელობა სულ მდგომარეობაში ვარ და მიშველე გეუნები და შენ ყარებს მიხურავ და მეუნები კარგად ზანდებოდეთ. ჩვენ მაგ საქმეში თქვენთან არ დავიჭერთ საქმეს.
კარგით, გადავიდეთ სხვა თემაზე. გაგა, იქიდან რა თქმა უნდა, ბარიატრულ ქირურგიაში არსებობს ძალიან ბევრი 7-8 ძირითადი გზის ოპერაცია არსებობს და 40-ზე მეტი მოდიფიკაცია არსებობს ამ ოპერაციების. შენ შემთხვევაში ბევრი ნიუანსი არის გასათვალისწინებელი, ვინაიდან კვლევებიდან გამომდინარე, რკინა დეფიციტური ანემიაც არის და გარკვეულ კვლევებში არის დარღვევები საშუალებას გვაძლევს რამოდენიმე ტიპის ოპერაცია განვიხილოთ, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ სპლენექტომია გაქვს ჩატარებული და შაქრების მხრივ ისეთი დიდი დარღვევები არ არის, ძირითადი დარღვევები რაც არის ჭარბწონასთან დაკავშირებული, სისუქნესთან დაკავშირებული დარღვევებია და არის იმისი შესაძლებლობა, რომ თქვათ არ გავაკეთოთ უფრო დიდი ჩარევა, თქვათ ბაიპას ოპერაციები და შევაჩეროთ არჩევანი ლაპარასკოპიულ სლივ გასტრექტომიაზე. რატო ვიძახი ამას იქიდან გამომდინარე, რომ არ არის ელენთა და პლუს ამ მდგომარეობაში ოპერაციის გარეშეც რკინის დეფიციტი არის ორგანიზმში. მაშინტირებელი ოპერაციების, ბაიპას ოპერაციების დროს ძირითადი დარღვევები რაც ვლინდება და ჩანაცვლებითი თერაპია რის გამოც სჭირდებათ მე პაციენტებს ეს არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში რკინის ვოლიუმის შავის დეფიციტი. სლივ გასტრექტომიის შემდგომ ეს დეფიციტი იმდენად ღრმა არ იქნება, უფრო ადვილად მართვადი იქნება, მაგრამ აქ გასათვალისწინებელი არის შენი კვებაზე დამოკიდებულება. ძირითადად ოპერაციის ტიპს უფრო საზღვრავს პაციენტის კვებაზე დამოკიდებულება, იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტს მისცე მაქსიმალურად მეტი კომფორტი კვების მხრივ და მიიღოს შედეგი ოპერაციიდან. თქვენი გადმოსახედიდან რამდენად შეძლებთ თქვათ თქვენ ცხოვრების წესის შეცვლას და კვებაზე დამოკიდებულების შემცირებას, ანუ ჩაჯდებით იმ ჩარჩოებში, რა ჩარჩოები წირდება თქვათ ოპერაციის შემდგომ პერიოდს. რა თქმა უნდა, ჩავჯდები, იმიტომ რომ მინახავს ჩვენი ახლობლები, როგორც ცხოვრობენ ოპერაციის შემდეგ. მისაუბრია, ბევრი გამიგია, ძალიან ბევრ კითხვას უსვებ ხოლმე, მივივარ ხოლმე ამ ბოლო პერიოდში მით უმეტეს და ძალიან ბევრ კითხვას უსვებ ხოლმე, რომ მაინტერესებს რაღაცები და რომ აი ჩემთან მარტო რომ დავრჩენილ ვარ და რომ გავიაზრებ ამ ყველაფერს, აი ხვდები რომ შევძლებ და გავაკეთებ და მაგიტომაც ესე გადაწყვეტილი მაქვს, რომ თვითონ ოპერაცია რა თქმა უნდა დაგეხმარება ამაში, მაგრამ შენ თავზე ძალიან ბევრი არის დამოკიდებული, რომ ოპერაციის შემდეგ ის შედეგები დავდოთ, თქვათ რაც შაფიქრებული გაქვს. დავდებ აუცილებლად. ჩვენ გარკვეული პერიოდი გვჭირდება მკურნალობისთვის, რომ მივიდეთ ოპერაციულ მკურნალობამდე. მოდი მოვიქცეთ ასე, დავიტოვოთ ეს პერიოდი არჩევანისთვის. ძირითადად ოპერაციის ტიპს ირჩევდნენ პაციენტები, სანამ მეტი ცნობადობა შემოვიდოდა თქვათ ამ დარგის მხრივ და ჩამოყალიბდებოდა კულტურა. მე ყოველთვის სკეპტიკურად უყურებ ამას იმ თვალსაზრისით, რომ პაციენტს იმდენად დიდი ინფორმაცია და ცოდნა ამ დარგის მიმართ არა აქვს, რაც თქვათ ბარიატრიულ ქირურგებს და მე ვთვლი, რომ შეთავაზება უნდა გავაკეთოს ექიმმა, კი, რომელი ტიპის ჩარევა იქნება პაციენტისთვის უფრო მეტად ეფექტური და არსებობს ის დაავადებები, რომელიც თქვათ ბევრი დაავადება, 20-მდე დაავადება, რომელიც შეგვიძლია თქვათ ერთი ჩარევით ვებრძოლოთ, ვუმკურნალოთ და მივიღოთ შედეგები. დავიტოვოთ ეს პერიოდი მაშინ იმისთვის, რომ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ, შევარჩიოთ ის ოპერაცია, რაც თქვენთვის იქნება უფრო ეფექტური, ვნახოთ თქვენი გრაფიკი, თქვათ როგორ აყვებით მკურნალობის პროცესში სანამ ოპერაციამდე მივალთ. შესრულების მხრივ პრობლემა არ არის, რა ტიპის ოპერაცია სჭირდება პაციენტს, ჩვენი გუნდის აქვს იმის ცოდნა და გამოცდილება, რომ აბსოლუტურად ყველა ტიპის ოპერაცია შეასრულოს წარმატებით და დავიტოვოთ ეს არჩევანი შემდგომი პერიოდისთვის, თუ როგორ გაივლის ეს პერიოდი დავაკვირდეთ. რამის თქმა ხო არ გინდა, რამე ინტერესი ხო არ გაქვს, რომ თქვათ შენც დამისვა კითხვა მკითხო და აქვე გაგცე პასუხი, კარგი იქნება ჩემთვისაც და ალბათ მაყურებლისთვისაც.
აღარ ვიცი უკვე ისე იმდენი კითხვა დამისვია თქვენთვის რომ არაფერი ერთი აი სულ ის ხონდა რომ აი ოპერაციის მერე ანუ ეს პერიოდი მაინტერესებდა აი ეს თხელს საჭმელზე ხო ეს წვნიანზე თუ იოგურტებზე თუ რამდენი ხანი ვიქნებოდი რა რომ აი ყველაზე მაგრა აი ეგ ცოტა მაშინებდა ასე ვთქვათ რა რა პერიოდი რამდენი ხანი დამჭირდებოდა ეს რომ მე ვთქვათ გადავსულიყო უკვე ხეჭვაძე და იმაზე რომ აი ეგ ცოტა იმას მიშვება რა ასე ვთქვათ კარგი როგორც თქვათ დიეტა ასეთი ჩარჩოები პოსტოპერაციულ პერიოდს არ აქვს ასეთი შეზღუდული. დიეტა არის მზარდი, კვებას ვიწყებთ რძის პროდუქტებით და ბულიონით, ხელის საკვებით, რაც ყოველკვირეულად იცვლება რაციონი, ყოველკვირეულად ემატება საკვები, არ არის ეს დიეტა გაუსაძლისი, არ არის შეუსრულებელი კი არა და პირიქით ადვილად შესასრულებელია სიმართლე გითხრა პაციენტებში ასეთ პერიოდში პოსტოპერაციულ ახლო პერიოდში უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ სითხის მიღებას წყლის დალევას ვიდრე კვებას, იმიტომ რომ იმდენად ოპერაციის შემდეგ შიმშილის გზნობა და ეს გრილინის ფაქტორი შორდება არ არის და პირიქით აქეთ ვეუბნებთ ხოლმე პაციენტებს რომ არა დღეში 3-ჯერ 4-ჯერ მაინც უნდა მცირეულოფებით საკვები მიიღოთ ნუ უყურეთ იმას რომ თქვენ არ გშიათ მადა არ გაქვთ მაგრამ ეს საჭიროა უნდა მიიღოთ არ იქნება ეს თქვენთვის რთული პაციენტებისთვის რთული არ არის ეს იქიდან გამომდინარე თქვა არის ეგეთ დაავადებები თქვა ბულემია კვებითი დამოკიდებულება მაგდროს ძალიან მაღალია და სხვა ოპერაციები კეთდება და მართავს ამ მთლიან პერიოდს ფსიქოლოგი და ოკუპაციური თერაპევტი შეიძლება ჩაირთოს რომ გაკონტროლდეს თქვა კვებითი ჩვევები პაციენტის შენ ეს პრობლემები არ გაქვს აბსოლუტურად ადვილად ბუნებრივად გავივლით ამ პერიოდს გექნება მზარდი დიეტა 7 კვირის განმავლობაში უბრალოდ პოსტოპერაციულ პერიოდში ამ 7 კვირის მერე გვეგზავნება ადვილად ნახშირწყლად ნახშირწყლების მიღება გაზიანი სასმელების მიღება და ალკოჰოლის მიღება ეგ არაფერი არ არის ისეთი ერთი ვწყნარდები იმას რომ აი ეს ეხა როგორც ვარ ხო რომ შევდება ну ცუდად ხდები უნდა ჭამო თავი მტკივდება წუხდები დისკომფორტი მაქვს უნდა შევჭამო აი მე როგორც ვიცი მე ოპერაციის მერე ეს ყველაფერი არ გაქვს და არ გაწუხებს ეს არ შიმშილი ხო ესეა ეს დისკომფორტები არ გაქვს რა და აქედან გამომდინარე უფრო ისე უყურებ ამ ყველაფერს რომ უფრო ადვილად გავივლი ვიდრე აი დღესდღეობით როგორც ვარ რა თან ისიც გასათვალისწინებელია რომ ოპერაციიდან პირველ თვეში პირველი წონის კლება რომ წამოვა მეტი სტიმულის გექნება თვეთი თავისუფლება გექნება სტანდარტულად ნორმები არის ესე ვთქვათ პირველი თვე 8 კილოდან უკვე ნორმალური არის ანუ -8 კილო უკვე ითვლება რომ ოპერაცია წარმატებულად არის შესრულებული და სტანდარტებში ჯდება ეს გახდომა იქნება საფეხუროებრივი ეტაპობრივი პირველი 6 თვე ბევრად აქტიური კლების პერიოდი იქნება, ზოგადად კლება გრძელდება დაახლოებით წელწადი და 6 თვე, წელწადი და 8 თვე. ყველა ოპერაციას აქვს თავისი ნიუანსები, რა ოპერაციაც შესრულდება, ქირურგიული ჩარევა შესრულდება, იქიდან გამომდინარე გვექნება ეს წონის კლების ეტაპები და ამას აგიხსნით როგორ რა წარიმართება, როცა შევარჩევთ უკვე თვითონ ოპერაციის ტიპს. რაც მთავარია ოპერაციის შემდგომ პერიოდში ჩვენ უნდა გქონდეს აქტიური ურთიერთობა ექიმებთან, შეიძლება ჩემთან არ ვთქვათ ასისტენტებთან, ენდოკრინოლოგთან, ნუტრიციოლოგთან, რა კუთხითაც შენ დაგჭირდება ჩვენი დახმარება, ჩვენ რა თქმა უნდა ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში ყველა პაციენტთან მიმართებაში მზად ვართ რომ გაუწიოთ დახმარება. ღოზოქს ამდენ კითხვას რო ვსვავ, ხო არ გაწუხებთ, არა პირიქით მიჩვენი ეს არ არის შეწუხება, ჩვენი პროფესია, ჩვენი ვალია, პირიქით რა თმეტად გვექნება კონტაქტი პაციენტებთან, ჩვენთვისაც კარგია ექიმებისთვის, იმიტომ რომ წყნარად ვართ, ვიცით რომ პაციენტი კარგად არის და მართულია, პაციენტისთვისაც რა თქმა უნდა ყველაზე დიდი სიმშვიდეა და ზურგი არის ის რომ
არაფერი არ ხდება ისეთი რისი გამოსწორებაც არ შეიძლება და ყურადღების ქვეშ არის და აქედან გამომდინარე შედეგიც კარგი იდება ყოველთვის და პაციენტები არიან ჯანმრთელები, რა თქმა უნდა, კმაყოფილები ძალიან კაი. და კმაყოფილი პაციენტი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ექიმის სახია და დიდი ბედნიერება, ყველაზე დიდი საჩუქარი ექიმისთვის კმაყოფილი მე პაციენტი. ხა რაც გაგიცანი შენ ხო უკვე ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ძალიან კარგად ხსნი ყველაფერს რაც ძალიან მიხარია იმიტომ რომ მე მქონია იქიმთან შეხება და ზოგი ისეთი ცივია და ზოგი ისეთი ადამიანია ვერ დაელაპარაკები და ძალიან აი სულ მქონდა ხოლმე რა იქიმთან რომ აი ეს რაღაც აი სუის მეშინოდა რომ ვერ დაველაპარაკები ვერ რაღაც სულ მქონდა რა ეს კომპლექსი იმიტომ რომ ძალიან რაღაც ცოტა ისეთი არის ისეთები არიან ხოლმე რა და შენ რო დაგელაპარაკე აი ესე გამაცანი ეს ყველაფერი ისე ამიხსენი ყველაფერი აი მივიღე და ურთიერთობა ჩამოვიყალიბდა და უკვე აი ის აღარა მაქვს რა რომ რაღაც მომერიდოს და ვერ გითხრა და შენც ისე ხსნი და ისე მაწოდებ რომ ყველაფერს ხუთიანზე ვგებულობ და ეგ არის ჩემთვის პირველი რა რაც თავარია გაგა მადლობა მინდა გითხრა რომ დაგთახდი მადლობა. თქვა უკვე მეორე ჩაწერაზე ვარ და აქვე გეტყვით რომ თვალყური გვადევნით იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი ოპერაცია დაგეგმიდან დაწყებული როგორ შესრულდება პოსტოპერაციული პერიოდი როგორ გავლის ჩვენ შევთანხმდით რომ ერთად გავიაროთ ეს ერთად მაყურებლების თვალწინ საინტერესო იქნება გამოგვიგზავნეთ თქვენი შეკითხვები მადლობას გიხდით რომ ხართ ჩვენთან ერთად გამოიწერეთ და დაალაიქეთ არხი ეტაპობრივად აუცილებლად ვისაუბრებთ იმ თემებზე რომელიც თქვენთვის ძალიან საინტერესოა და გარკვეულწილად გადაწყვეტილებასაც მიგაღებინებთ თქვენი შემდგომი ცხოვრების განვითარების მხრივ არ იქნება აქ საუბარი მარტო იმაზე რომ უი რა კარგია ბარიატრიული ქირურგია რა თქმა უნდა ბარიატრიული ქირურგია ძალიან კარგია და სიცოცხლის გადამრჩენელ ოპერაციებად ითვლება დარგად ითვლება ეს მთელ სოფლიოში იქიდან გამომდინარე რომ სიმსუქნით ჭარბწონით უკვე დაახლოებით 2 მილიარდამდე ადამიანი არის დაავადებული და ყველაზე ყურადღება მისაქცევი არის რომ ეს სიმსუქნე გაახალგაზრდავდა პანდემია როგორც დაავადება თავისი კლასიფიკაცია აქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში გაახალგაზრდავდა და უკვე ძალიან ხშირი არის ბავშვებში და ბავშვობის ასაკიდანვე ჯობია რომ მივაქციოთ ყურადღება შვილებს რომ ეს პრობლემები არ შეიქმნას და შემდეგ არ გახდეს ვთქვათ ქირურგია საჭირო ყოველთვის ყველაზე კარგი მკურნალობა ის არის როცა ამხელა ჩარევას ააცილებ პაციენტს მაგრამ არის მდგომარეობა რომ ამისი თავიდან აცილება კიდე სხვა გზა არ არსებობს ის მანკიერი ჯაჭვი უნდა გამოირთოს თქვათ მეტაბოლიზმში დავდგეთ სწორ გზაზე სწორი ცხოვრების გზაზე მიყვეთ იმ რეკომენდაციებს რასაც გვაძლევს ექიმი რომ მივიდეთ შედეგამდე ვიცოცხლოთ ჯანმრთელად და ბედნიერად მადლობას მოგიხდით ყურადღებისთვის გემშვიდობებით ჯანმრთელობას გისურვებთ